როდესაც თბილისის მთაწმინდის პანთეონში შედიხართ, ერთი საფლავი გამოირჩევა ყველა დანარჩენისგან. მასზე არის ქანდაკება, რომელიც გულს გიტეხთ. ახალგაზრდა ქალი მუხლებზე დაცემული, თავი დახრილი, ხელები ლოცვაში შეკრული და მის გვერდით ცარიელი ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო მისი საყვარელი. ამ ქანდაკების ქვეშ დაკრძალულია ქალი, რომელმაც 70 წელი იცოცხლა, მაგრამ მხოლოდ 19 თვე იყო ცოლი. დანარჩენი 52 წელი იყო მარტოობა, შავი კაბა და ღამის ლოცვები ცარიელ საწოლთან. მაგრამ რატომ არ გაათავისუფლა თავი ამ მძიმე ჯვრისგან? რატომ არ მიატოვა გლოვა, როცა ახალგაზრდა იყო, ლამაზი და თბილისის ყველაზე ცნობილი გვარის წარმომადგენელი? ვინ ან რა აიძულებდა ნინო ჭავჭავაძეს, რომელსაც თბილისის შავ ვარდს უწოდებდნენ, რომ ცხოვრება მსხვერპლად შეეწირა ადამიანისთვის, რომელიც აღარ იყო ამ ქვეყნად? და რაც მთავარია, რა ფასი გადაიხადა ამ ერთგულებამ მისი სულისთვის, მისი სხეულისთვის, მისი გონებისთვის. დღეს ჩვენ გავხსნით არქივებს, რომლებიც 30 წლის განმავლობაში იყო დალუქული და გეტყვით იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც ოჯახი მალავდა. ნინოს ერთგულება არ იყო მხოლოდ სიყვარული, ეს იყო წყევლა, რომელიც მას ცოცხლად დაუმარხა. 1825 წელს, როდესაც ნინო ჭავჭავაძე დაიბადა ციხისძირში, მისი მამა, ალექსანდრე ჭავჭავაძე, რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო კავკასიაში, პოეტი, დიპლომატი, თარგმნელი ადამიანი, რომელიც თავისუფლად საუბრობდა 6 ენაზე და რომლის სახლში იკრიბებოდა თბილისის ინტელექტუალური ელიტა. მისი დედა, სალომე ორბელიანი იყო ქართული არისტოკრატიის ყვავილი, ქალი, რომელიც თავისი სილამაზით და განათლებით აღფრთოვანებდა პეტერბურგის სალონებს. ნინო იზრდებოდა ციხისძირის სასახლეში, სადაც ყოველ საღამოს ისმოდა ფრანგული, რუსული, სპარსული და ქართული მეტყველება, სადაც ფორტეპიანოზე უკრავდნენ შოპენს და მოცარტს, სადაც ბიბლიოთეკაში იდგა ათასობით წიგნი ევროპული და აღმოსავლური ლიტერატურიდან. მაგრამ ამ ოქროს გალიაში იზრდებოდა გოგონა, რომელსაც განსაზღვრული ჰქონდა განსაკუთრებული ბედი, რომელიც მას არ მისცემდა უფლებას, ეცხოვრა როგორც ჩვეულებრივ ქალს. ნინო იყო უმცროსი ქალიშვილი ოჯახში და ამიტომ მას არ ელოდა ის პასუხისმგებლობა, რაც უფროსდებს ეკისრებოდათ. მას შეეძლო ეთამაშა, ეკითხა, ესწავლა ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა. მამამისმა, რომელიც თავად იყო პროგრესული ადამიანი, დაუქირავა საუკეთესო მასწავლებლები, ფრანგი გუვერნანტი, რომელიც ასწავლიდა მას ენას და ეტიკეტს, რუსი მუსიკის პედაგოგი, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით ფორტეპიანოზე დაკვრაში, და სპარსელი კალიგრაფი, რომელიც ასწავლიდა მას აღმოსავლურ პოეზიას. 1838 წელს, როცა ნინოს მხოლოდ 13 წელი შეუსრულდა, მისი მამა დაინიშნა რუსეთის საელჩოს მდივნად სპარსეთში და ოჯახი გადავიდა ტაბრისში. იქ, ამ უცხო ქვეყანაში, სადაც ქალები და ხურულ ჩადრებში დადიოდნენ და სახლებში იმალებოდნენ, ნინო პირველად იგრძნო, რას ნიშნავდა იყო ქალი, რომელსაც არ ჰქონდა თავისუფლება. მაგრამ ამავე დროს სწორედ იქ, ტაბრიზის სასახლის ბაღებში, სადაც ყვავილობდა ვარდები და ისმოდა შადრნების ხმა, ნინომ პირველად იგრძნო, რას ნიშნავდა სიყვარული, არა ის რომანტიკული სიყვარული, რომელზეც წერდნენ წიგნებში, არამედ ის ღრმა, შემაშფოთებელი გრძნობა, რომელიც შენს გულს გიტეხს და აიძულებს, იფიქრო ადამიანზე დღისა და ღამის. მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი, რომელმაც მოიპარა 13 წლის გოგონას გული? ეს არ იყო ახალგაზრდა ოფიცერი, არა ლამაზი პრინცი, არა მდიდარი ვაჭარი. ეს იყო ადამიანი, რომელიც შეეძლო ყოფილიყო მისი მამა, 35 წლით უფროსი, ნაოჭებით სახეზე, ნაცრისფერი თმებით, მაგრამ თვალებით, რომლებიც ანთებდნენ ყველაფერს, რასაც ეხებოდნენ. ალექსანდრე გრიბოედოვი, რუსეთის იმპერიის დიპლომატი, პოეტი, კომპოზიტორი, ადამიანი, რომელიც ლაპარაკობდა 12 ენაზე და რომლის კომედია ჭკუაუბედურებისგან იყო პეტერბურგის თეატრების ვარსკვლავი. მაგრამ ეს იყო აგრეთვე ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბნელი წარსული, ის იყო ჩართული დუელში, რომელშიც დაიღუპა ცნობილი პოეტი, ის იყო დაკავშირებული დეკაბრისტებთან, რომლებიც ცდილობდნენ დაემხოთ იმპერატორი, და ის იყო გაგზავნილი კავკასიაში, როგორც სასჯელი, როგორც გადასახლება, როგორც შანსი, გამოესყიდა თავისი ცოდვების სახელმწიფოს წინაშე. როდესაც გრიბოედოვი ჩამოვიდა ციხისძირში, ნინოს მამასთან სტუმრად, ის იყო ადამიანი, რომელიც დაღლილი იყო ცხოვრებით, გაცინიკებული პოლიტიკით და ეძებდა რაღაც ახალს, რაღაც სუფთას, რაღაც ისეთს, რაც დაუბრუნებდა რწმენას ამ ქვეყნად. და მან იპოვა ეს 16 წლის გოგონაში, რომელიც უკრავდა ფორტეპიანოზე და კითხულობდა ბაირონს ორიგინალში. ნინო იყო ყველაფერი, რაც გრიბოედოვს არ ჰქონდა, ახალგაზრდობა, სიწმინდე, რწმენა, სიცოცხლე. მაგრამ რა იყო ნინოსთვის გრიბოედოვი? იყო ეს სიყვარული თუ მოხიბლა? იყო ეს არჩევანი თუ ბედისწერა? და რაც მთავარია, იცოდა თუ არა ამ ახალგაზრდა გოგონამ, რომ ეს კავშირი არ იქნებოდა ბედნიერება, არამედ იქნებოდა წყევლა, რომელიც მას მთელი ცხოვრება დაედევნებოდა.
ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ ნაწილში, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ უკვე ახლა, როდესაც ნინო ჭავჭავაძე თანხმობას აძლევდა ქორწინებაზე, მისი ოჯახი არ იყო აღფრთოვანებული. პირიქით, მისი დედა სალომე ორბელიანი ტიროდა მთელი ღამის განმავლობაში და ეუბნებოდა ქალიშვილს, შენ არ იცი, რას აკეთებ. ეს ადამიანი არის წყეული. ის მოიყვანს შენთან უბედურებას. მაგრამ ნინო არ უსმენდა. ის იყო შეყვარებული და როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ის ყრუა ყველა გაფრთხილების მიმართ. რა იყო ეს გაფრთხილება? რას ხედავდა ნინოს დედა, რასაც თავად ნინო ვერ ხედავდა? და რატომ ეშინოდა მას ამ ქორწინებისა? ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ თავში, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, ის რაც მოხდა 1828 წელს, ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, არ იყო უბრალო ტრაგედია. ეს იყო რაღაც, რაც შეცვლიდა ნინოს ცხოვრებას სამუდამოდ და გადააქცევდა მას ცოცხალ ლეგენდად ერთგულებაზე, რომელიც ღირს უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე. 1828 წლის აგვისტოს 22 დღეს, თბილისის სიონის ტაძარში, სადაც ქართველი მეფეები იკურთხებოდნენ და სადაც ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი, შედგა ქორწილი, რომელზეც საუბრობდა მთელი კავკასია. ნინო ჭავჭავაძე, 16 წლის გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი, დგას საკურთხევლის წინ თეთრ კაბაში, რომელიც შეკერილი იყო ბრიუსელის მაქმანით და მის გვერდით 41 წლის ალექსანდრე გრიბოედოვი, რუსეთის იმპერიის დიპლომატი. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ნაცრისფერი თმები და დაღლილი თვალები, მაგრამ რომელიც ამ მომენტში უყურებდა თავის პატარა ცოლს ისეთი სიყვარულით, რომელიც აშკარად ჩანდა ყველასთვის, ვინც იყო ტაძარში. მოდელი კითხულობდა ლოცვას ძველ ქართულ ენაზე, რომელსაც ნინო ძლივს ესმოდა, მაგრამ რომლის მელოდია იყო ისეთი ლამაზი და ისეთი სევდიანი, რომ ცრემლები მოედინებოდა მის თვალებში. გარეთ, ტაძრის კარებთან იდგა ხალხი, ასობით ადამიანი, რომლებიც მოსულიყვნენ, რომ ენახათ ეს ქორწილი, რომელიც უკვე იყო ლეგენდა. ნინოს მამა, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დგას კუთხეში და ცდილობს არ აჩვენოს თავისი ემოციები, მაგრამ მისი ხელები კანკალებს, როდესაც ის უყურებს თავის უმცროს ქალიშვილს, რომელიც ამ წუთში ტოვებს მის სახლს და მიდის სხვა ადამიანთან, სხვა ცხოვრებაში, სხვა ბედის წერაში. ნინოს დედა სალომე ორბელიანი ფარავს სახეს ქსოვილით და ტირის, არა ბედნიერებისგან, არამედ შიშისგან, რადგან მას ესმის, რომ ეს ქორწილი არის დასაწყისი რაღაც საშინლისა, რაღაც ისეთისა, რაც არ შეიძლება შეჩერდეს. მაგრამ რატომ? რატომ ეშინოდა ნინოს დედას ამ ქორწინებისა? რა იცოდა მან, რასაც სხვები არ იცოდნენ? დღეს 200 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ ვიცით პასუხი, სალომე ორბელიანი იცოდა, რომ გრიბოედოვი არ იყო უბრალო დიპლომატი. ის იყო ადამიანი, რომელიც თამაშობდა საშიშ თამაშს, რომელშიც ერთი მხრიდან იყო რუსეთის იმპერია, მეორე მხრიდან სპარსეთის შაჰი და შუაში კავკასია, რომელიც იყო ველური, დაუმორჩილებელი, სავსე ომებით და ინტრიგებით. გრიბოედოვს დაევალა, რომ ემოლაპარაკებინა სპარსეთის შაჰისთვის ახალი ხელშეკრულება, რომელიც აიძულებდა სპარსეთს, გადაეხადა რუსეთისთვის უზარმაზარი კონტრიბუცია ომში დამარცხების შემდეგ. ეს იყო თანხა, რომელიც შეადგენდა 20 მილიონ რუბლს, თანხა, რომელიც შეეძლო გაანადგურებინა სპარსეთის ეკონომიკა. და გრიბოედოვმა იცოდა, რომ ეს მისია იყო თითქმის შეუძლებელი, რომ სპარსელების ცულდათ რუსები და რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ მოეკლათ ის. მაგრამ ის მაინც წავიდა, რადგან ეს იყო მისი მოვალეობა, რადგან ეს იყო მისი შანსი, რომ გამოესყიდა თავისი წარსული და დაბრუნებულიყო პეტერბურგში როგორც გმირი. და ის წაიყვანა თავისთან ნინო, თავის ახალ ცოლს, თავის ახალ ცხოვრებას, თავის ახალ იმედს. ქორწინების შემდეგ ისინი დარჩნენ თბილისში მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში, 2 კვირა, რომელიც იყო ყველაზე ბედნიერი დრო ნინოს ცხოვრებაში. ისინი ცხოვრობდნენ ჭავჭავაძეების სახლში ციხისძირში, სადაც ნინოს ჰქონდა თავისი ოთახი ფანჯრით, რომელიც იხსნებოდა ბაღზე, სადაც ყვავილობდა ვარდები და ისმოდა ბულბულების სიმღერა. გრიბოედოვი ყოველდილას იღვიძებდა ადრე და უყურებდა თავის ცოლს, რომელიც ძინავდა მის გვერდით, პატარა, მყუდრო, თმებით, რომლებიც იყო გაფანტული ბალიშზე და სახით, რომელიც იყო ისეთი მშვიდი და ისეთი უდანაშაულო, რომ მას უნდოდა შეეჩერებინა დრო და დარჩენილიყო ამ მომენტში სამუდამოდ. მაგრამ დრო არ ჩერდება და გრიბოედოვმა იცოდა, რომ მალე მას მოუწევდა წასვლა ტეჰრანში, სადაც მას ელოდა საშიშო მისია, სადაც მას ელოდა ბედის წერა, რომელსაც ის ვერ ხედავდა, მაგრამ რომელსაც გრძნობდა როგორც ბნელ ჩრდილს, რომელიც მას მიჰყვებოდა ყველგან. ნინო არ უნდოდა, რომ ის წასულიყო. ის ევედრებოდა მას, რომ დარჩენილიყო თბილისში, რომ არ წასულიყო ტეჰრანში, რომ არ დაეტოვებინა ის მარტო. მაგრამ გრიბოედოვი უხსნიდა მას, რომ ეს იყო მისი მოვალეობა, რომ ის არ შეეძლო უარი ეთქვა იმპერატორის ბრძანებაზე, რომ ის უნდა წასულიყო და დაემთავრებინა ეს მისია, და შემდეგ ის დაბრუნდებოდა და ისინი იცხოვრებდნენ ერთად ბედნიერად სამუდამოდ.
და ნინო ჯეროვდა მას, რადგან როდესაც შენ 16 წლის ხარ და შეყვარებული ხარ, შენ გჯერა ყველაფრისა, რასაც შენი საყვარელი გეუბნება. მაგრამ ღამით, როდესაც გრიბოედოვი ძინავდა, ნინო იღვიძებდა და უყურებდა მას და მის გულში იყო უცნაური შეგრძნება, რომ ეს იყო ბოლო დრო, რომ ისინი იყვნენ ერთად, რომ რაღაც საშინელი აპირებდა მოხდეს, რაღაც ისეთი, რაც გაანადგურებდა მათ ბედნიერებას. და ის ცდილობდა გაეღვიძებინა ის, რომ ეუბნა მას ამის შესახებ, მაგრამ შემდეგ ის ფიქრობდა, რომ ეს იყო მხოლოდ მისი წარმოსახვა, მხოლოდ მისი შიში და ის კვლავ იწვა მის გვერდით და ცდილობდა დაეძინა, მაგრამ ძილი არ მოდიოდა. 1828 წლის სექტემბრის დასაწყისში გრიბოედოვმა მიიღო ბრძანება, ის უნდა წასულიყო ტეჰრანში, რაც შეიძლება მალე. ნინო ევედრებოდა მას, რომ წაეყვანა ის თავისთან ერთად, მაგრამ გრიბოედოვმა უარი თქვა, ის ამბობდა, რომ ტეჰრანი იყო საშიშო ადგილი ქალისთვის, რომ იქ იყო ინტრიგები და ომები და რომ ის არ შეეძლო რისკავდა მისი ცხოვრებით. ის დაპირდა, რომ დაბრუნდებოდა რამდენიმე თვეში და რომ მაშინ ისინი იცხოვრებდნენ ერთად პეტერბურგში, სადაც ის აჩვენებდა მას თოვლს და ნევას და იმპერატორის სასახლეს. და ნინო დათანხმდა, რადგან რა სხვა შეეძლო გაეკეთებინა. ის იყო ცოლი და ცოლი უნდა ემორჩილებოდა ქმარს. მაგრამ როდესაც გრიბოედოვი ჩაჯდა ეთლში და გაემგზავრა, ნინო დგას ბალკონზე და უყურებს, როგორც მიდის ის, როგორც ქრება ის მტვრის ღრუბელში და მის გულში არის შეგრძნება, რომ ის აღარასოდეს დაინახავს მას ცოცხალს. და ის იყო მართალი. რა მოხდა ტეჰრანში? რატომ არ დაბრუნდა გრიბოედოვი? და რა იყო ის საშინელი ამბავი, რომელიც მოვიდა თბილისში რამდენიმე თვის შემდეგ და რომელმაც გადააქცია ნინო ჭავჭავაძე ქვრივად 16 წლის ასაკში? ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ თავში, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, ის, რაც მოხდა 1829 წლის იანვარში, არ იყო უბრალო ტრაგედია. ეს იყო ხოცვა, რომელიც იყო ისეთი სასტიკი და ისეთი საშინელი, რომ მთელი ევროპა საუბრობდა ამაზე. და ნინო, რომელიც იყო ჯერ კიდევ ბავშვი, უნდა გაეგო ეს ამბავი და გაეგრძელებინა ცხოვრება, რომელიც აღარასოდეს იქნებოდა იგივე. 1829 წლის იანვრის 38 დღეს, ციხისძირის სასახლეში, სადაც ნინო ჭავჭავაძე ელოდა თავისი ქმრის დაბრუნებას, მოვიდა კურიერი, ადამიანი, რომელიც იყო დაფარული მტვრით და დაღლილი გრძელი გზით, და რომელმაც მოიტანა წერილი ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის. ნინო იყო ბაღში, როდესაც მან დაინახა, როგორ შევიდა კურიერის სახლში და როგორ გამოვიდა მისი მამა რამდენიმე წუთის შემდეგ. მისი სახე იყო თეთრი როგორც ქაღალდი და მისი ხელები კანკალებდა, როდესაც ის ეჭირა წერილი. ნინო გაიქცა მისკენ და ჰკითხა, რა მოხდა, მაგრამ მამამისმა არ უპასუხა. ის მხოლოდ უყურებდა მას ისეთი თვალებით, რომლებშიც იყო ისეთი ტკივილი და ისეთი სიბრალული, რომ ნინომ მაშინვე გაიგო, რაღაც საშინელი მოხდა. და მაშინ მამამისმა ჩაიკრა იგი ხელებში და უთხრა ის სიტყვები, რომლებმაც გაანადგურა მისი ცხოვრება. ნინო, შენი ქმარი აღარ არის ჩვენთან. ის წავიდა სხვა სამყაროში. ტეჰრანში მოხდა საშინელი რამ. ხალხმა შეიჭრა საელჩოში და ის აღარ არის. ნინო არ ტიროდა. ის მხოლოდ უყურებდა მამამისს და ცდილობდა გაეგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. აღარ არის, რას ნიშნავდა ეს. სად წავიდა ის? რატომ არ დაბრუნდა? და მაშინ მამამისმა უხსნა ისე, როგორც ხსნი ბავშვს, რომელიც ვერ ესმის, რას ნიშნავს სიკვდილი, რომ გრიბოედოვი იყო ტეჰრანში, რომ ის ცდილობდა შეესრულებინა თავისი მისია, მაგრამ რომ სპარსელები სცულდათ რუსები და რომ ერთ დღეს, როდესაც საელჩოში შეიფარა ორი სომეხი ქალი, რომლებიც გაიქცნენ შაჰის ჰარემიდან, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს იყო შეურაცხყოფა ისლამისთვის და შეიჭრა საელჩოში და დანარჩენი იყო ისეთი საშინელი, რომ მამამისმა ვერ შეძლო ეთქვა ეს თავის ქალიშვილისთვის. მაგრამ ნინომ გაიგო იმ სიჩუმიდან, რომელიც იყო მამამისის თვალებში, გაიგო იმ კანკალიდან, რომელიც იყო მის ხელებში, გაიგო იმ ტკივილიდან, რომელიც იყო მის გულში. და მაშინ ის დაეცა მიწაზე და დაიწყო ტირილი, რომელიც არ იყო უბრალო ტირილი, არამედ იყო ღრიალი, იყო კივილი, იყო რაღაც ისეთი, რაც მოდიოდა მისი სულის სიღრმიდან. ის ტიროდა მთელი დღის განმავლობაში, მთელი ღამის განმავლობაში და როდესაც დილა გათენდა, ის აღარ ტიროდა, რადგან მას აღარ ჰქონდა ცრემლები. მას ჰქონდა მხოლოდ სიცარიელე, რომელიც იყო მის გულში, მის სულში, მის ცხოვრებაში. და ამ სიცარიელემ შეავსო ის მთელი მისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ არ მოსულიყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ნინო მიგრძნო, რომ რაღაც იცვლებოდა მის სხეულში, რაღაც ისეთი, რაც აიძულებდა მას ყოველდილას გაეღვიძებინა გულისრევით, რაღაც ისეთი, რაც აიძულებდა მას ეგრძნო თავი დაღლილად და სუსტად. და მაშინ მოვიდა ექიმი და უთხრა მას ის ამბავი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, ის იყო ორსულად.
ის ატარებდა გრიბოედოვის შვილს, რომელიც იყო ერთადერთი რამ, რაც დარჩა მისგან, ერთადერთი რამ, რაც აკავშირებდა მას მასთან, ერთადერთი რამ, რაც აძლევდა მას მიზეზს, რომ გაეგრძელებინა ცხოვრება. და ნინო გადაწყვიტა, რომ ის იცხოვრებდა ამ შვილისთვის, რომ ის გაზრდიდა მას და უამბებდა მას მამამისის შესახებ, და რომ ეს შვილი იქნებოდა მისი ერთადერთი სიყვარული, მისი ერთადერთი ბედნიერება, მისი ერთადერთი მიზანი. მაგრამ ბედის წერას სხვა გეგმები ჰქონდა. 1829 წლის ივნისში, როდესაც ნინო იყო მე-6 თვის ორსულად, მოხდა რაღაც, რაც გაანადგურა მის ბოლო იმედს, ის დაკარგა შვილი. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს მოხდა სტრესისგან, გლოვისგან, ტკივილისგან, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ მისმა სხეულმა ვერ გაუძლო. მაგრამ ნინო იცოდა სხვა, ის იცოდა, რომ ეს იყო სასჯელი იმისთვის, რომ ის იყო ბედნიერი, სასჯელი იმისთვის, რომ ის გაბედა, რომ ეყვარა, სასჯელი იმისთვის, რომ ის გაბედა, რომ ოცნებობდა. და ამ მომენტიდან ნინო ჭავჭავაძე აღარასოდეს იყო იგივე ადამიანი, ის გახდა ჩრდილი, გახდა მოჩვენება, გახდა ქალი, რომელიც ცხოვრობდა, მაგრამ რომელიც არ იყო ცოცხალი. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც გრიბოედოვის ცხედარი დაბრუნდა თბილისში, ცხედარი, რომელიც იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მას შეეძლო ამოიცნო მხოლოდ ერთი ხელის მიხედვით, რომელზეც იყო ნაციბური დუელიდან, ნინო წავიდა მის შესახვედრად. ის დგას გზაზე შავ კაბაში, რომელიც იყო ისეთი გრძელი, რომ ეხებოდა მიწას, და ფარავს სახეს შავი ქსოვილით, რომელიც იყო ისეთი სქელი, რომ არავის შეეძლო დაენახა მისი თვალები. და როდესაც ეტლი, რომელიც ატარებდა გრიბოედოვის ცხედარს, გაჩერდა მის წინ, ნინო მივიდა მასთან და დადო ხელი კუბოზე, დადო ისე, როგორც დებ ხელს საყვარელ ადამიანზე, როგორც ეხები მას ბოლოჯერ. და ის დგას იქ მთელი ღამის განმავლობაში, არ მოძრაობს, არ ტირის, მხოლოდ დგას და ეხება კუბოს, და ყველას, ვინც ხედავს მას, ეშინია მისი, რადგან ის არ არის ადამიანი, ის არის რაღაც სხვა, რაღაც ისეთი, რაც არ ეკუთვნის ამ სამყაროს. მეორე დღეს გრიბოედოვი დაკრძალეს მთაწმინდაზე, იქ სადაც დაკრძალულნი არიან ქართველი პოეტები და გმირები, იქ სადაც ხედი იხსნება მთელ თბილისზე. ნინო დგას საფლავთან და უყურებს, როგორც ჩაყრიან კუბოს მიწაში, როგორც ფარავენ მას მიწით, როგორც ქრება ის სამუდამოდ. და მაშინ ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას სამუდამოდ. ის გადაწყვეტს, რომ ის აღარასოდეს მოიხსნის შავ კაბას, რომ ის აღარასოდეს გათხოვდება, რომ ის აღარასოდეს შეუშვებს სხვა ადამიანს თავის გულში. ის გადაწყვეტს, რომ ის იცხოვრებს მხოლოდ გრიბოედოვისთვის, მხოლოდ მისი მეხსიერებისთვის, მხოლოდ მისი სიყვარულისთვის, მხოლოდ მისი სულისთვის. და ის ასე გააკეთა. 52 წლის განმავლობაში, 52 წელი, რომელიც იყო მთელი ცხოვრება, ნინო ჭავჭავაძე ატარებდა შავ კაბას და არ უშვებდა არავის თავის გულში. ის ცხოვრობდა ციხისძირში, თავის მშობლების სახლში და ყოველ დღეს დადიოდა მთაწმინდაზე, გრიბოედოვის საფლავთან და ლოცულობდა იქ მთელი საათების განმავლობაში. ის არ დადიოდა ბალებზე, არ ხვდებოდა ადამიანებს, არ საუბრობდა არავისთან. ის იყო ცოცხალი მკვდარი, ადამიანი, რომელიც სუნთქავდა, მაგრამ რომელიც არ ცხოვრობდა. მაგრამ რატომ? რატომ აირჩია ნინომ ეს გზა? რატომ არ გაათავისუფლა თავი ამ მძიმე ჯვრისგან? იყო თუ არა ეს სიყვარული თუ წყევლა? იყო თუ არა ეს ერთგულება თუ შეშლილობა? და რაც მთავარია, რა ფიქრობდა ის ღამით, როდესაც იწვა მარტო თავის საწოლში და იხსენებდა იმ ორ კვირას, რომელიც გაატარა გრიბოედოვთან ერთად. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ ნაწილებში, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, ნინო ჭავჭავაძის ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია სიყვარულზე. ეს არის ისტორია მსხვერპლზე, ისტორია ტკივილზე, ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძლია ადამიანს გააგრძელოს ცხოვრება, როდესაც მისი გული უკვე მკვდარია. 1829 წლის ზაფხულში, როდესაც ნინო ჭავჭავაძე დაკარგა თავისი ერთადერთი იმედი, შვილი, რომელიც უნდა დაბადებულიყო, ციხისძირის სასახლის მსახურებმა დაიწყეს შენიშვნა რაღაც უცნაურისა. ყოველ ღამეს, როდესაც ყველა მძინარე იყო, ისინი ისმენდნენ ფეხის ნაბიჯებს, რომლებიც მოდიოდა ნინოს ოთახიდან და მიდიოდა ბაღისკენ, შემდეგ უკან, შემდეგ კვლავ ბაღისკენ და ასე მთელი ღამის განმავლობაში. ერთ-ერთმა მსახურმა, ქალმა, რომელიც მსახურობდა ჭავჭავაძეების ოჯახში 30 წლის განმავლობაში და რომელიც უყვარდა ნინო როგორც საკუთარი ქალიშვილი, გადაწყვიტა, რომ გაჰყოლოდა მას ერთ ღამეს, გაჰყოლოდა ფარულად, რომ ენახა, რას აკეთებდა ის იქ, ბნელში, მარტო. და ის, რაც მან დაინახა, აიძულებდა მას, რომ ეტირა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ნინო დადიოდა ბაღში, შიშველი ფეხებით, თმები გაშლილი, თეთრ ღამის პერანგში, რომელიც იყო სისხლით შეღებილი, სისხლით, რომელიც მოდიოდა მისი სხეულიდან, რადგან ის ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულიყო იმ საშინელი დანაკარგის შემდეგ. ის დადიოდა და საუბრობდა თავისთან, საუბრობდა ისე, როგორც საუბრობ ადამიანთან, რომელიც არის შენს გვერდით, როგორც ეუბნები მას რაღაცას მნიშვნელოვანს.
მსახურმა ვერ გაიგო სიტყვები, მაგრამ მან გაიგო ტონი, რომელიც იყო ისეთი სევდიანი და ისეთი ნაზი, რომ ეს იყო უფრო საშინელი, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი კივილი. ნინო საუბრობდა გრიბოედოვთან, საუბრობდა მასთან, როგორც ცოცხალთან, როგორც იმასთან, ვინც არის მის გვერდით, ვინც ისმენს მას, ვინც პასუხობს მას. და ეს იყო მომენტი, როდესაც მსახურმა გაიგო, ნინო ჭავჭავაძე აღარ იყო ნორმალური ადამიანი, ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ორ სამყაროში. ერთდროულად, ერთში სადაც იყო ცოცხალი ადამიანები და მეორეში სადაც იყო მხოლოდ ის და გრიბოედოვი. მეორე დღეს მსახურმა უამბოეს ნინოს დედას სალომე ორბელიანს და დედამ გადაწყვიტა, რომ უნდა გაეკეთებინა რაღაც, რაც დაეხმარებოდა ქალიშვილს, რომ დაბრუნებულიყო ნორმალურ ცხოვრებაში, რომ დაეტოვებინა ეს შეშლილობა, რომ გაეგრძელებინა ცხოვრება. ის მოიწვია საუკეთესო ექიმები თბილისიდან, ექიმები, რომლებიც სწავლობდნენ ევროპაში და რომლებმაც იცოდნენ, როგორ უნდა მკურნალობა ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ ნერვების დაავადება, როგორც მაშინ უწოდებდნენ ფსიქიკურ დარღვევებს. ექიმები გამოკლეს ნინო და უთხრეს მის დედას, რომ მდგომარეობა იყო ძალიან სერიოზული, ქალიშვილი იყო მძიმე დეპრესიაში, რომელიც შეეძლო გადაზრდილიყო სრულ შეშლილობაში, თუ არ მიიღებდნენ ზომებს. ისინი ურჩევდნენ, რომ ნინო გაეგზავნათ ევროპაში, სადაც იყო სპეციალური კლინიკები ასეთი ადამიანებისთვის, სადაც მას შეეძლო მიეღო მკურნალობა და დაბრუნებულიყო ნორმალურ მდგომარეობაში. მაგრამ სალომე ორბელიანმა უარი თქვა, ის არ შეეძლო გაეგზავნა თავისი ქალიშვილი სხვა ქვეყანაში, სადაც ის იქნებოდა მარტოს, სადაც არავინ იქნებოდა, ვინც უყვარდა მას, სადაც ის იქნებოდა როგორც პატიმარი. ამის ნაცვლად ის გადაწყვიტა, რომ ნინო დარჩენილიყო სახლში, მაგრამ რომ მას ჰყოლოდა მუდმივი ზედამხედველობა, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ის არ გაეკეთებინა რაიმე საშიში თავისთვის. და ასე დაიწყო ნინო ჭავჭავაძის ახალი ცხოვრება, რომელიც იყო როგორც პატიმრობა, მაგრამ პატიმრობა, რომელიც იყო გაკეთებული სიყვარულით. მისი დედა, მისი დები, მისი მსახურები, ყველანი ისინი აკვირდებოდნენ მას დღისა და ღამის, ცდილობდნენ, რომ არ დაეტოვებინათ ის მარტო, ცდილობდნენ, რომ ეთამაშათ მასთან, ეკითხათ მას, ეუბნებოდათ მას რაღაცას, რაც აიძულებდა მას, რომ დაბრუნებულიყო რეალობაში. მაგრამ ნინო არ პასუხობდა, ის იჯდა თავის ოთახში ფანჯრის წინ, რომელიც იხსნებოდა მთაწმინდაზე და უყურებდა იქ, სადაც იყო გრიბოედოვის საფლავი, და მისი თვალები იყო ცარიელი, როგორც ცარიელია თვალები ადამიანისა, რომელიც აღარ არის ამ სამყაროში. ის არ ჭამდა, არ სვამდა, არ საუბრობდა, ის მხოლოდ იჯდა და უყურებდა და ყველას, ვინც ხედავდა მას, ეშინოდა, რომ ერთ დღეს ის უბრალოდ შეწყდა სუნთქვას და წავიდოდა იქ, სადაც იყო გრიბოედოვი. მაგრამ ეს არ მოხდა. ნინო ჭავჭავაძე არ გარდაიცვალა, ის გააგრძელა ცხოვრება, მაგრამ ეს იყო ცხოვრება, რომელიც არ იყო ცხოვრება. ეს იყო არსებობა, რომელიც იყო სავსე ტკივილით, მარტოობით, სიცარიელით. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ნინო თავად არჩევდა ამ არსებობას, არჩევდა მას ყოველ დღეს, ყოველ საათს, ყოველ წუთს. რატომ არ გაათავისუფლა თავი ამ ტკივილისგან? რატომ არ დაივიწყა გრიბოედოვი და არ დაიწყო ახალი ცხოვრება? ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, ნინოს არჩევანი არ იყო მხოლოდ სიყვარული, ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, რაღაც ისეთი, რაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს, ძნელად გვესმის, ეს იყო რწმენა, რომ სიყვარული არ მთავრდება სიკვდილით, რომ ის გრძელდება მიღმა საფლავისა, რომ ის არის ერთადერთი რამ, რაც აკავშირებს ორ სულს სამუდამოდ. 1835 წელს, როდესაც ნინო ჭავჭავაძეს უკვე 30 წელი შეუსრულდა, 30 წელი, რომლის განმავლობაშიც ის ატარებდა შავ კაბას და არ უშვებდა არავის თავის გულში, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა მის ცხოვრებას. არა იმ გაგებით, რომ ის გახდა ბედნიერი ან რომ ის დაივიწყა გრიბოედოვი, არა ეს არასოდეს მოხდებოდა. მაგრამ მოხდა რაღაც, რამაც მისცა მას ახალი მიზანი, ახალი აზრი არსებობისთვის. ერთ დღეს, როდესაც ის დადიოდა მთაწმინდაზე გრიბოედოვის საფლავთან როგორც ყოველდღე, ის შეხვდა ადამიანს, რომელიც იყო უცხო, მაგრამ რომელიც საუბრობდა ქართულად ისეთი აქცენტით, რომელიც მიუთითებდა, რომ ის იყო რუსი. ეს იყო ახალგაზრდა ქანდაკებელი, რომელიც ჩამოსულიყო პეტერბურგიდან და რომელიც ეძებდა ადგილს, სადაც შეეძლო შეესწავლა ქართული ხელოვნება. როდესაც მან დაინახა ნინო, ეს ქალი შავ კაბაში, რომელიც იდგა საფლავთან და ლოცულობდა, ის გაოცდა მისი სილამაზით, მაგრამ აგრეთვე მისი სევდით, რომელიც იყო ისეთი ღრმა, რომ ის გრძნობდა მას თითქმის ფიზიკურად. ის მივიდა მასთან და ჰკითხა, ვინ იყო დაკრძალული ამ საფლავში და ნინომ უპასუხა პირველად 6 წელიწადში, რომ ის საუბრობდა უცხო ადამიანთან, რომ ეს იყო მისი ქმარი, ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელიც იყო დიდი პოეტი და დიპლომატი, და რომელიც დაიღუპა ტეჰრანში, როდესაც ის ასრულებდა თავის მოვალეობას. ქანდაკებელი იყო გაოცებული, ის იცნობდა გრიბოედოვის სახელს, ის კითხულობდა მის კომედიას ჭკუა უბედურებისგან, ის აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით.
და როდესაც მან გაიგო, რომ ეს ქალი იყო მისი ქვრივი, ის იგრძნო ისეთი პატივისცემა და ისეთი თანაგრძნობა, რომ მან გადაწყვიტა, რომ უნდა გაეკეთებინა რაღაც, რაც დაეხმარებოდა ამ ქალს, რომ შეენარჩუნებინა მეხსიერება მისი საყვარელი ადამიანის შესახებ. ის შესთავაზა ნინოს, რომ შეექმნა ქანდაკება გრიბოედოვის საფლავზე, ქანდაკება, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ ძეგლი, არამედ ხელოვნების ნაწარმოები, რაღაც ისეთი, რაც გამოხატავდა იმ სიყვარულს და იმ ტკივილს, რომელიც იყო ამ ისტორიაში. და ნინო დათანხმდა იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა გრიბოედოვისთვის, ერთადერთი რამ, რაც დარჩებოდა მის შემდეგ, როდესაც ის თავად წავიდოდა ამ სამყაროდან. და დაიწყო მუშაობა, რომელიც გაგრძელდა 2 წლის განმავლობაში. ქანდაკებელი მუშაობდა ყოველ დღეს, ყოველ საათს და ნინო მოდიოდა იქ და უყურებდა, როგორ იბადებოდა ქანდაკება, როგორ იბადებოდა ის ფიგურა, რომელიც იყო ის თავად მუხლებზე დაცემული, თავი დახრილი, ხელები ლოცვაში შეკრული და გვერდით ცარიელი ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო გრიბოედოვი. ქანდაკებელი ჰკითხა მას, რატომ უნდა ყოფილიყო ცარიელი ადგილი, რატომ არ უნდა ყოფილიყო იქ გრიბოედოვის ფიგურა და ნინომ უპასუხა ისე, როგორც პასუხობს ადამიანი, რომელმაც იფიქრა ამაზე 1000-ჯერ, რომ ცარიელი ადგილი იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ფიგურა, რადგან ის აჩვენებდა იმას, რაც დაკარგა, იმას, რაც აღარასოდეს დაბრუნდებოდა, იმას, რაც იყო ყველაზე ძვირფასი და რაც წაიღო ბედისწერამ. 1827 წელს ქანდაკება დასრულდა და დაიდგა გრიბოედოვის საფლავზე. და როდესაც ნინო დაინახა, ის პირველად დაინახა თავისი თავი, ქვაში გამოსახული, მუხლებზე დაცემული, ლოცვაში, ის დაეცა მიწაზე და დაიწყო ტირილი. ის ტიროდა ისე, როგორც არ ტიროდა 6 წლის განმავლობაში, ტიროდა ისე, როგორც ტირის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ გაიგო, რომ ის, რასაც ის კარგავს, აღარასოდეს დაბრუნდება. და ამ ტირილმა გაათავისუფლა არა იმ გაგებით, რომ ის დაივიწყა გრიბოედოვი, არამედ იმ გაგებით, რომ ის მიიღო თავისი ბედისწერა, მიიღო თავისი ტკივილი, მიიღო თავისი მარტოობა. და ამ მომენტიდან ნინო ჭავჭავაძე აღარ იყო ის შეშლილი ქალი, რომელიც საუბრობდა მკვდრებთან ღამით ბაღში. ის გახდა რაღაც სხვა, გახდა ქალი, რომელიც იცოდა, რომ მისი ცხოვრება იყო მსხვერპლი, მაგრამ რომელიც იყო მზად, რომ გაეტანა ეს მსხვერპლი ღირსეულად, სიმშვიდით, რწმენით. მაგრამ რა იყო ეს რწმენა? რა აიძულებდა ნინოს, რომ გაეგრძელებინა ეს ცხოვრება, რომელიც იყო სავსე ტკივილით და მარტოობით? და რაც მთავარია, იყო თუ არა ის მარტო ამ არჩევანში, თუ იყო ვინმე, ვინც ცდილობდა, რომ შეეცვალა მისი გადაწყვეტილება, ვინც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ის, რომ ცხოვრება გრძელდებოდა და რომ მას ჰქონდა უფლება, ყოფილიყო ბედნიერი. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, ნინო ჭავჭავაძეს ჰქონდა შეთავაზებები, ჰქონდა შესაძლებლობები, ჰქონდა ადამიანები, რომლებიც უყვარდათ ის და რომლებიც მზად იყვნენ, რომ ეთხოვათ მისი ხელი. მაგრამ ის უარყოფდა ყველას, უარყოფდა არა იმიტომ, რომ ის არ უყვარდათ ისინი, არამედ იმიტომ, რომ მისი გული უკვე ეკუთვნოდა სხვა ადამიანს, რომელიც აღარ იყო ამ სამყაროში, მაგრამ რომელიც იყო უფრო ცოცხალი მისთვის, ვიდრე ყველა ცოცხალი ადამიანი. 1841 წელს, როდესაც ნინო ჭავჭავაძეს უკვე 36 წელი შეუსრულდა, 36 წელი, რომლის განმავლობაშიც ის ატარებდა შავკაბას და არ უშვებდა არავის თავის გულში, მოხდა რაღაც, რამაც შეაშფოთა მთელი თბილისი. ერთ საღამოს, როდესაც ნინო იჯდა თავის ოთახში და კითხულობდა წიგნს, ერთ-ერთ იმ წიგნებს, რომლებსაც გრიბოედოვი უყვარდა, მის კარზე დააკაკუნეს და შემოვიდა მსახური, რომელიც ამბობდა, რომ ქვემოთ იყო ვიზიტორი, რომელიც ითხოვდა, რომ შეხვედროდა მას. ნინო იყო გაოცებული, ის არ იღებდა ვიზიტორებს, ის არ ხვდებოდა არავის, ის ცხოვრობდა როგორც მონაზონი, რომელიც გამოეთიშა სამყაროს. მაგრამ მსახურმა უთხრა, რომ ეს ვიზიტორი იყო განსაკუთრებული, ის იყო ადამიანი, რომელიც მოსულიყო პეტერბურგიდან და რომელსაც ჰქონდა რაღაც მნიშვნელოვანი, რაც უნდა გადაეცა მისთვის. და ნინო დათანხმდა იმიტომ, რომ მისი ცნობის მოყვარეობა იყო უფრო ძლიერი, ვიდრე მისი სურვილი, რომ დარჩენილიყო მარტო. ის ჩამოვიდა ქვემოთ და დაინახა ადამიანი, რომელიც იდგა სალონში, ადამიანი, რომელიც იყო დაახლოებით 50 წლის, კარგად ჩაცმული, ნაცრისფერი თმებით და თვალებით, რომლებიც იყო ისეთი ჭკვიანი და ისეთი ნაზი, რომ ნინომ მაშინვე იგრძნო, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ენდო. ის წარმოადგინა თავი როგორც ნიკოლოზ პავლოვიჩ გრიბოედოვი, ალექსანდრე გრიბოედოვის უმცროსი ძმა, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა პეტერბურგში და რომელიც არ ჰქონდა ნანახი ნინო ქორწინების შემდეგ. ის ამბობდა, რომ ის მოსულიყო თბილისში, რადგან მას ჰქონდა რაღაც, რაც უნდა გადაეცა მისთვის, რაღაც, რაც ეკუთვნოდა მის ძმას და რაც უნდა ყოფილიყო მისი. და ის გამოიღო პატარა ხუთი, რომელიც იყო ძველი, გახეხილი, მაგრამ რომელიც იყო ისეთი ლამაზი, რომ ნინომ მაშინვე გაიგო, რომ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული.
ნიკოლოზ პავლოვიჩმა გახსნა ყუთი და გამოიღო რაღაც, რაც აიძულებდა ნინოს, რომ შეეჩერებინას უთქვა. ეს იყო წერილი, რომელიც იყო დაწერილი გრიბოედოვის ხელით, წერილი, რომელიც იყო მიმართული მისთვის, მაგრამ რომელიც არასოდეს ჩამოუსვლია. ნიკოლოზ პავლოვიჩმა უხსნა, რომ ეს წერილი იყო ნაპოვნი გრიბოედოვის ნივთებში, რომლებიც დაბრუნდა ტეჰრანიდან მის ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, და რომ ის ინახებოდა მის ოჯახში 12 წლის განმავლობაში, რადგან არავინ იცოდა, როგორ უნდა გადაეცა ეს ნინოსთვის, როგორ უნდა ეთქვა მისთვის, რომ ეს წერილი არსებობდა. მაგრამ ახლა, როდესაც ნიკოლოზ პავლოვიჩი მოსულიყო თბილისში, ის გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა, დრო რომ ნინომ წაიკითხა ეს წერილი, რომ გაეგო, რას ფიქრობდა გრიბოედოვი მის შესახებ ბოლო დღეებში. ნინომ აიღო წერილი, აიღო ისე, როგორც იღებ რაღაც წმინდას, რაღაც ისეთს, რაც არის უფრო ძვირფასი, ვიდრე ყველაფერი ამ სამყაროში. მისი ხელები კანკალებდა, როდესაც ის ხსნიდა კონვერტს, როდესაც ის იღებდა ქაღალდს, რომელზეც იყო დაწერილი ის სიტყვები, რომლებიც იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც გრიბოედოვმა დაწერა მისთვის. და ის დაიწყო კითხვა ისე, როგორც კითხულობ რაღაც ისეთს, რაც შეცვლის შენს ცხოვრებას სამუდამოდ. წერილი იყო მოკლე, მხოლოდ ერთი გვერდი, მაგრამ ეს იყო გვერდი, რომელიც იყო სავსე სიყვარულით, ტკივილით, შიშით. გრიბოედოვი წერდა, რომ ის იყო ტეჰრანში, რომ ის ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ რომ ყოველ დღეს, ყოველ საათს, ყოველ წუთს ის ფიქრობდა მასზე, ის ოცნებობდა მასზე, ის ელოდა იმ მომენტს, როდესაც ის დაბრუნდებოდა და ისინი იცხოვრებდნენ ერთად, ბედნიერად, სამუდამოდ. ის წერდა, რომ ის იცოდა, რომ ტეჰრანი იყო საშიშო ადგილი, რომ ის გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი აპირებდა მოხდეს, მაგრამ რომ ის არ შეეძლო უარი ეთქვა თავის მოვალეობაზე, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა, რომ გამოესყიდა თავისი წარსული და დაბრუნებულიყო როგორც გმირი. და ის წერდა ისე, როგორც წერს ადამიანი, რომელიც იცის, რომ ეს შეიძლება იყოს მისი ბოლო წერილი, რომ თუ რაიმე მოხდებოდა მასთან, თუ ის არ დაბრუნდებოდა, ის უნდოდა, რომ ნინომ იცოდა, რომ ის უყვარდა მას უფრო ვიდრე ყველაფერი ამ სამყაროში, რომ ის იყო ერთადერთი რამ, რაც აძლევდა მას ძალას, რომ გაეგრძელებინა ცხოვრება, რომ ის იყო მისი სინათლე, მისი იმედი, მისი სიყვარული. და შემდეგ იყო ბოლო სტრიქონები, რომლებმაც აიძულა ნინო, რომ დაეცა მუხლებზე და დაეწყო ტირილი. გრიბოედოვი წერდა, ჩემო ძვირფასო ნინო, თუ რაიმე მოხდება მასთან, თუ მე არ დავბრუნდები, მე გთხოვ შენ, არ დაკარგო რწმენა ცხოვრებაში. არ დახარჯო შენი ახალგაზრდობა გლოვაში. იცხოვრე, იყავი ბედნიერი, იპოვე ახალი სიყვარული. მე ვიქნები შენთან ყოველთვის, ვიქნები შენს გულში, შენს მეხსიერებაში, შენს ლოცვებში. მაგრამ არ გააკეთო შენი ცხოვრება მსხვერპლად ჩემი მეხსიერებისთვის. ეს არ არის ის, რასაც მე მინდა. მე მინდა, რომ შენ იყო ბედნიერი, ეს არის ერთადერთი რამ, რაც მომცემს მშვიდობას, როდესაც მე წავალ სხვა სამყაროში. ნინო კითხულობდა ამ სიტყვებს და ტიროდა ისე, როგორც არ ტიროდა 12 წლის განმავლობაში. ის ტიროდა იმიტომ, რომ ის გაიგო, რომ გრიბოედოვი არ უნდოდა, რომ ის ეცხოვრა ასე, როგორც ის ცხოვრობდა, არ უნდოდა, რომ ის ეტარებინა შავი კაბა მთელი ცხოვრება, არ უნდოდა, რომ ის დარჩენილიყო მარტო, არ უნდოდა, რომ ის გაეკეთებინა თავისი ცხოვრება მსხვერპლად. მაგრამ ის აგრეთვე ტიროდა იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ის არ შეეძლო შეესრულებინა ეს თხოვნა, არ შეეძლო იცხოვრა ისე, როგორც გრიბოედოვი უნდოდა, რადგან მისი სიყვარული იყო ისეთი ძლიერი, რომ ის არ შეეძლო გაეზიარებინა ის სხვა ადამიანთან, არ შეეძლო დაევიწყებინა ის, არ შეეძლო გაეგრძელებინა ცხოვრება როგორც ჩვეულებრივ ქალს. როდესაც ნინო დაასრულა კითხვა, ის უყურებდა ნიკოლოზ პავლოვიჩს და ჰკითხა მას, ჰკითხა ისე, როგორც კითხულობ ადამიანს, რომელმაც იცის პასუხი, რატომ მოიტანა ის ეს წერილი ახლა, 12 წლის შემდეგ, რატომ არ მოიტანა ის ადრე, როდესაც ის ჯერ კიდევ შეეძლო შეეცვალა თავისი ცხოვრება. და ნიკოლოზ პავლოვიჩმა უპასუხა ისე, როგორც პასუხობს ადამიანი, რომელიც იცის, რომ მისი პასუხი არ იქნება კარგი, რომ ის არ მოიტანა ეს წერილი ადრე, რადგან ის ეშინოდა, რომ ეს გაანადგურებდა მას, რომ ეს გაანადგურებდა იმ რწმენას, რომელიც აძლევდა მას ძალას, რომ გაეგრძელებინა ცხოვრება. მაგრამ ახლა, როდესაც 12 წელი გავიდა, როდესაც ნინო უკვე იყო ქალი, რომელმაც მიიღო თავისი ბედის წერა, ის გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა, დრო რომ ნინომ იცოდა, რას უნდოდა გრიბოედოვი, რომ ნინომ გაეგო, რომ მისი არჩევანი არ იყო ის, რასაც გრიბოედოვი უნდოდა. და ნინო იჯდა იქ, წერილი ხელში და ფიქრობდა იმაზე, რას ნიშნავდა ის, რომ გრიბოედოვი არ უნდოდა, რომ ის ეცხოვრა ასე. იყო თუ არა ეს ნიშანი, რომ ის უნდა შეეცვალა თავისი ცხოვრება, რომ ის უნდა მოეხსნა შავი კაბა, რომ ის უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება როგორც ჩვეულებრივ ქალს. თუ იყო ეს ნიშანი, რომ ის უნდა გაეგრძელებინა თავისი გზა, რადგან მისი სიყვარული იყო უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი თხოვნა, ვიდრე ნებისმიერი წერილი, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
და ნინომ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვეტს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მისი გადაწყვეტილება შეცვლის მის ცხოვრებას სამუდამოდ, რომ ის გააგრძელებდა თავის გზას, რომ ის არ მოიხსნიდა შავკაბას, რომ ის არ გათხოვდებოდა, რომ ის იცხოვრებდა მხოლოდ გრიბოედოვისთვის. არა იმიტომ, რომ ის არ პატივს სცემდა მის თხოვნას, არამედ იმიტომ, რომ მისი სიყვარული იყო ისეთი ძლიერი, რომ ის არ შეეძლო სხვაგვარად. და ის უთხრა ეს ნიკოლოზ პავლოვიჩს, უთხრა ისე, როგორც ეუბნები ადამიანს, რომელმაც უნდა გაიგოს, რომელმაც უნდა მიიღოს შენი არჩევანი. და ნიკოლოზ პავლოვიჩმა მიიღო იმიტომ, რომ ის გაიგო, რომ ნინოს სიყვარული არ იყო უბრალო სიყვარული, ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, რაღაც ისეთი, რაც იყო უფრო ძლიერი, ვიდრე სიცოცხლე, უფრო ძლიერი, ვიდრე სიკვდილი, უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი თხოვნა. და ის წავიდა და დატოვა ნინო მარტო, წერილთან, რომელიც იყო ბოლო წერილი, რომელიც გრიბოედოვმა დაწერა მისთვის, წერილთან, რომელიც იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც ის ოდესმე გაიგონებდა მისგან. და ნინო იჯდა იქ, წერილი ხელში და ფიქრობდა იმაზე, თუ რა იქნებოდა, თუ ის მოისმენდა გრიბოედოვის თხოვნას, თუ ის გააგრძელებდა ცხოვრებას როგორც ჩვეულებრივ ქალს, თუ ის გათხოვდებოდა, თუ ის ყოლოდა შვილები, თუ ის იქნებოდა ბედნიერი. მაგრამ ის აგრეთვე იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა ბედნიერება, ეს იქნებოდა ღალატი იმ სიყვარულის მიმართ, რომელიც იყო ერთადერთი რამ, რაც აძლევდა მას აზრს არსებობისთვის. და ის გადაწყვიტა, რომ ის არ ღალატობდა გრიბოედოვს, არ ღალატობდა თავის სიყვარულს, არ ღალატობდა თავის გულს. ის გააგრძელებდა თავის გზას, რომელიც იყო სავსე ტკივილით და მარტოობით, მაგრამ რომელიც იყო მისი გზა, მისი არჩევანი, მისი ბედის წერა. 1855 წელს, როდესაც ნინო ჭავჭავაძეს უკვე 30 წელი შეუსრულდა, 30 წელი, რომლის განმავლობაშიც ის ატარებდა შავკაბას და ცხოვრობდა როგორც ჩრდილი, ციხისძირის სასახლეში მოხდა რაღაცს, რამაც შეაშფოთა მთელი ოჯახი. ერთ დილას, როდესაც მსახურები შევიდნენ ნინოს ოთახში, რომ მიეტანათ საუზმე, ისინი აღმოაჩინეს, რომ მისი საწოლი იყო ცარიელი და ცივი, როგორც ცივია საწოლი, რომელშიც არავინ დაძინებია მთელი ღამის განმავლობაში. ისინი დაიწყეს ძებნა, ეძებდნენ მას ყველა ოთახში, ყველა დერეფანში, ბაღში, სარდაფში, ცხენში, მაგრამ ნინო არ სად იყო. და მაშინ ერთ-ერთმა მსახურმა შენიშნა, რომ ნინოს კარადაში არ იყო ერთი კაბა, ის ძველი, გახეხილი შავი კაბა, რომელიც იყო პირველი კაბა, რომელიც მან ჩაიცვა გრიბოედოვის ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, კაბა, რომელიც იყო ისეთი ძველი, რომ ის თითქმის იშლებოდა, მაგრამ რომელსაც ნინო ინახავდა როგორც წმინდა რელიქვიას. და მაშინ ყველამ გაიგო, ნინო წავიდა მთაწმინდაზე გრიბოედოვის საფლავთან როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად რაღაც განსხვავებული იყო, რაღაც ისეთი, რამაც აიძულა ისინი, რომ გაეშინებინათ. როდესაც ნინოს მამა, ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც ამ დროისთვის უკვე იყო ასაკოვანი ადამიანი, ჩქარა მთაწმინდაზე, ის იპოვა თავისი ქალიშვილი იქ, სადაც ის ყოველთვის იყო გრიბოედოვის საფლავთან, ქანდაკების წინ, რომელიც გამოსახავდა მას თავად, მუხლებზე დაცემულს. მაგრამ ამჯერად ნინო არ იყო უბრალოდ მუხლებზე დაცემული, ის იწვა მიწაზე, გაშლილი, უძრავი და მისი სახე იყო ისეთი თეთრი, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძემ ერთი მომენტით იფიქრა, რომ ის უკვე არ იყო ცოცხალი. ის გაიქცა მისკენ, დაიჩოქა, შეეხო მის სახეს და მხოლოდ მაშინ იგრძნო, რომ ის ჯერ კიდევ სუნთქავდა ისეთი სუსტი, ისეთი ძლივშესამჩნევი სუნთქვით, რომ ეს იყო უფრო მსგავსი ჩურჩულისა ვიდრე სუნთქვისა. ის აიყვანა ის ხელებში, აიყვანა ისე, როგორც იყვან პატარა ბავშვს, როგორც იყვან რაღაც ისეთ მყიფეს, რაც შეიძლება გატყდეს ნებისმიერ მომენტში და გაიქცა სახლისკენ, ყვიროდა მსახურებს, რომ მოეძახათ ექიმი, რომ მოემზადებინათ საწოლი, რომ გაეთბოთ წყალი, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რომ გადაერჩინათ ის. ექიმი მოვიდა რამდენიმე საათში, მოვიდა და გამოკლა ნინო და შემდეგ გამოვიდა ოთახიდან ისეთი სახით, რომელიც აიძულებდა ყველას, რომ გაეშინებინათ. ის უთხრა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, უთხრა ისე, როგორც ეუბნები ადამიანს რაღაც საშინელს, რაღაც ისეთს, რაც შეცვლის მის ცხოვრებას სამუდამოდ, რომ ნინოს მდგომარეობა იყო ძალიან სერიოზული, რომ მისი სხეული იყო ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მიუთითებდა, რომ ის არ ჭამდა უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ის არ სვამდა წყალს, რომ ის ცხოვრობდა მხოლოდ ნებით, რომელიც აიძულებდა მის გულს, რომ ეცემა, აიძულებდა მის ფილტვებს, რომ სუნთქავდნენ, მაგრამ რომელიც იყო ისეთი სუსტი, რომ ის შეეძლო შეწყვეტილიყო ნებისმიერ მომენტში. ექიმი ამბობდა, რომ ნინო იყო მდგომარეობაში, რომელსაც ის უწოდებდა სულიერ გამოფიტვას, მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი კარგავს ნებას ცხოვრებისთვის, როდესაც მისი სხეული უბრალოდ წყვეტს ბრძოლას, როდესაც ის უბრალოდ ელოდება, რომ დადგეს ბოლო. ალექსანდრე ჭავჭავაძე იჯდა თავისი ქალიშვილის საწოლთან მთელი ღამის განმავლობაში, იჯდა და უყურებდა მას, როგორც სუნთქავდა ის, როგორც იწვა ის იქ, უძრავი, თეთრი როგორც ქანდაკება.
ის ფიქრობდა იმაზე, თუ სად შეცდა ის, თუ რა უნდა გაეკეთებინა სხვაგვარად, რომ არ მიეყვანა თავისი ქალიშვილი ამ წერტილამდე, როდესაც ის იყო ისეთ ახლოს სიკვდილთან, რომ მხოლოდ ძაფი აკავშირებდა მას ცხოვრებასთან. ის იხსენებდა იმ დღეს, როდესაც ნინო დაიბადა, იხსენებდა როგორ პატარა იყო ის, როგორ ლამაზი, როგორ სავსე სიცოცხლით. ის იხსენებდა როგორ იზრდებოდა ის, როგორ სწავლობდა ის, უკრავდეს ფორტეპიანოზე, როგორ კითხულობდა ის წიგნებს, როგორ ოცნებობდა ის იმ ცხოვრებაზე, რომელიც ელოდა მას. და ის იხსენებდა იმ დღეს, როდესაც გრიბოედოვი მოვიდა მათ სახლში, იხსენებდა როგორ შეიცვალა ნინოს თვალები, როდესაც ის დაინახა ის, როგორ გაანათა მისი სახე, როგორ გახდა ის სხვა ადამიანი. და ის იხსენებდა როგორ ცდილობდა რომ ეთქვა ნინოსთვის, რომ ეს ქორწინება არ იყო კარგი იდეა, რომ გრიბოედოვი იყო ძალიან მოხუცი მისთვის, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბნელი წარსული და საშიში მომავალი. მაგრამ ნინო არ უსმენდა, ის იყო შეყვარებული და როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ის ყრუა ყველა გაფრთხილების მიმართ. და ახლა 37 წლის შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძე იჯდა თავისი ქალიშვილის საწოლთან და ხედავდა, თუ როგორ იხდიდა ის ფასს იმ სიყვარულისთვის, ფასს, რომელიც იყო ისეთი მაღალი, რომ ის თითქმის მოიტანა მას სიკვდილამდე. ის ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეეძლო გაეკეთებინა, რომ დაეხმარა მას, რომ გაეთავისუფლებინა ის ამ წყევლისგან, რომელიც ჰქონდა თავის თავზე დადებული. მაგრამ ის აგრეთვე იცოდა, რომ არაფერი შეეძლო გაეკეთებინა, რადგან ნინოს არჩევანი არ იყო არჩევანი, რომელიც გაკეთებული იყო გონებით, ეს იყო არჩევანი, რომელიც გაკეთებული იყო გულით, სულით, ყველაფრით, რაც იყო მისი არსება. დილით ნინო გაიღვიძა და გახსნა თვალები და პირველი რამ, რაც მან დაინახა, იყო მისი მამის სახე, რომელიც იყო ისეთი დაღლილი, ისეთი მოხუცებული, რომ ნინო მიგრძნო ტკივილი გულში. ის ცდილობდა რაიმე ეთქვა, მაგრამ მისი ხმა არ გამოდიოდა მხოლოდ ჩურჩული, რომელიც იყო ისეთი სუსტი, რომ მამამისმა უნდა მიუახლოვდა ძალიან ახლოს, რომ გაეგო, რას ამბობდა ის. და ნინო ამბობდა ისე, როგორც ამბობს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მისი სიტყვები შეიძლება იყოს ბოლო სიტყვები, რომ ის უნდოდა რომ წასულიყო, რომ ის უნდოდა რომ დაემშვიდობებინა ეს სამყარო, რომ ის უნდოდა რომ წასულიყო იქ, სადაც იყო გრიბოედოვი. მაგრამ მამამისმა არ დაუშვა, რადგან ის იცოდა, რომ თუ ნინო წავიდოდა, ის წაიღებდა მასთან ერთად ნაწილს მისი სულისა, ნაწილს მისი გულისა, ნაწილს მისი ცხოვრებისა. და ის დაიწყო საუბარი ისე, როგორც საუბრობს მამა თავის ქალიშვილთან, როგორც ცდილობს დაარწმუნოს მას, რომ ცხოვრება ღირს ცხოვრებას. ის უამბო მას იმ დღეების შესახებ, როდესაც ის იყო პატარა, როდესაც ის თამაშობდა ბაღში, როდესაც ის სიცილობდა და ხტოდა და იყო სავსე სიცოცხლით. ის უამბო მას იმ დღეების შესახებ, როდესაც ის სწავლობდა უკრავდეს ფორტეპიანოზე, როდესაც მისი მუსიკა ავსებდა სახლს და აიძულებდა ყველას, რომ გაჩერებულიყო და ესმინა. ის უამბო მას იმ დღეების შესახებ, როდესაც ის კითხულობდა წიგნებს და ოცნებობდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც ელოდა მას, ცხოვრებაზე, რომელიც იქნებოდა სავსე სიყვარულით, ბედნიერებით, აზრით. და ის უთხრა ისე, როგორც ეუბნები ადამიანს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, რომ ის ცხოვრება, რომელზეც ის ოცნებობდა, ჯერ კიდევ შეეძლო ყოფილიყო მისი, რომ ის ჯერ კიდევ იყო ახალგაზრდა, რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა დრო, რომ მას ჯერ კიდევ შეეძლო იპოვა ბედნიერება. მაგრამ ნინო მხოლოდ ღიმილობდა ისეთი სევდიანი ღიმილით, რომელიც იყო უფრო საშინელი, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი ტირილი. და ის უთხრა ისე, როგორც ეუბნები ადამიანს რაღაც ისეთს, რაც ის უკვე იცის, მაგრამ რაც ის არ უნდა გაიგოს, რომ ის არ უნდოდა სხვა ცხოვრება, რომ ის არ უნდოდა სხვა ბედნიერება, რომ ის უნდოდა მხოლოდ ერთი რამ, რომ იყო ერთგული გრიბოედოვის მიმართ, რომ შეენარჩუნებინა მისი მეხსიერება, რომ ეცხოვრა მხოლოდ მისთვის. და ის უთხრა ისე, როგორც ეუბნები ადამიანს რაღაც ისეთს, რაც შეცვლის მის ცხოვრებას სამუდამოდ, რომ ის იცოდა, რომ გრიბოედოვი არ უნდოდა რომ ის ეცხოვრა ასე, რომ ის იცოდა, რომ გრიბოედოვი უნდოდა რომ ის ყოფილიყო ბედნიერი, რომ ის იცოდა, რომ გრიბოედოვი უნდოდა რომ ის გაეგრძელებინა ცხოვრება. მაგრამ ის აგრეთვე იცოდა, რომ ის არ შეეძლო, რადგან მისი სიყვარული იყო ისეთი ძლიერი, რომ ის იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი თხოვნა, უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი წერილი, უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. და ალექსანდრე ჭავჭავაძემ გაიგო, რომ ის არ შეეძლო შეეცვალა თავისი ქალიშვილის გადაწყვეტილება, რომ ის არ შეეძლო გადაერჩინა ის ამ წყევლისგან, რომელიც ჰქონდა თავის თავზე დადებული. და ის მხოლოდ ჩაიკრა ის ხელებში, ჩაიკრა ისე, როგორც იკრავ პატარა ბავშვს, როგორც იკრავ რაღაც ისეთ ძვირფასს, რაც შეიძლება დაკარგო ნებისმიერ მომენტში, და ტიროდა იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ მისი ქალიშვილი არ იყო ნორმალური ადამიანი, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ორ სამყაროში ერთდროულად, ერთში, სადაც იყო ცოცხალი ადამიანები და მეორეში, სადაც იყო მხოლოდ ის და გრიბოედოვი. და ის იცოდა, რომ ერთ დღეს ის წავიდოდა იმ მეორე სამყაროში სამუდამოდ, წავიდოდა და დატოვებდა მას მარტო, დატოვებდა მას ამ სამყაროში, სადაც ის აღარ იქნებოდა. მაგრამ ის დღე ჯერ არ მოსულიყო.
ნინო ჭავჭავაძე გამოჯანმრთელდა არა იმიტომ, რომ ის უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მისი სხეული ჯერ კიდევ იყო ძლიერი, ჯერ კიდევ იყო ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უნდოდა ცხოვრება. და ის გააგრძელა თავისი ცხოვრება, გააგრძელა ისე, როგორც ადრე ატარებდა შავკაბას, დადიოდა მთაწმინდაზე, ლოცულობდა გრიბოედოვის საფლავთან. მაგრამ რაღაც შეიცვალა, რაღაც ისეთი, რაც იყო ძნელად შესამჩნევი, მაგრამ რაც იყო იქ. ნინო გახდა უფრო მშვიდი, უფრო მიღებული თავისი ბედისწერის მიმართ, უფრო გაგებული იმისა, რომ მისი ცხოვრება იყო ის, რაც იყო და რომ ის არ შეეძლო შეეცვალა ეს. და ეს მშვიდობა იყო უფრო საშინელი, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი ტირილი, რადგან ეს იყო მშვიდობა ადამიანისა, რომელმაც დაკარგა ყველა იმედი, ყველა ოცნება, ყველა სურვილი. რატომ არ გაათავისუფლა ნინომ თავი ამ ტკივილისგან? რატომ არ მოისმინა გრიბოედოვის თხოვნა და არ გააგრძელა ცხოვრება როგორც ჩვეულებრივ ქალმა? იყო თუ არა ის მარტო ამ არჩევანში, თუ იყო ვინმე, ვინც ცდილობდა, რომ შეეცვალა მისი გადაწყვეტილება. და ახლა, როდესაც ჩვენ მოვყევით თქვენ ნინო ჭავჭავაძის ისტორიას ქალის შესახებ, რომელმაც შეინარჩუნა ერთგულება თავისი საყვარელი ადამიანის მიმართ 37 წლის განმავლობაში, ქალის შესახებ, რომელმაც ატარა შავი კაბა მთელი ცხოვრება, ქალის შესახებ, რომელმაც უარყო ყველა შესაძლებლობა ბედნიერებისთვის, რადგან მისი გული უკვე ეკუთვნოდა სხვა ადამიანს, ჩვენ უნდა ვიკითხოთ თავი, რას ვფიქრობთ ჩვენ ამ ისტორიაზე? რას ვფიქრობთ ჩვენ ნინოს არჩევანზე? იყო თუ არა ის სწორი? იყო თუ არა ის ღირებული? ზოგიერთი იტყვის, რომ ნინო იყო მსხვერპლი იმ საზოგადოების, რომელიც აიძულებდა ქალებს, რომ ყოფილიყვნენ ერთგულნი თავიანთი ქმრების მიმართ სიკვდილის შემდეგაც კი, მსხვერპლი იმ რელიგიის, რომელიც ამბობდა, რომ ქორწინება იყო წმინდა და რომ ის არ შეეძლო გაუქმებულიყო სიკვდილითაც კი. სხვები იტყვიან, რომ ნინო იყო გმირი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ერთგულება, ნამდვილი მსხვერპლი. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნინო იყო უბრალოდ ადამიანი, რომელმაც გააკეთა არჩევანი, რომელიც იყო ძნელი, რომელიც იყო მტკივნეული, მაგრამ რომელიც იყო მისი არჩევანი. და ეს არჩევანი იყო ის, რაც გახადა ის, ვინც ის იყო, გახადა ის ლეგენდა, გახადა ის სიმბოლო, გახადა ის ისტორია, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. და ახლა, როდესაც ჩვენ ვდგავართ მთაწმინდაზე, გრიბოედოვის საფლავთან, სადაც დგას ქანდაკება ნინოსი, მუხლებზე დაცემულის ლოცვაში, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ქანდაკებას, ჩვენ ვხედავთ ისტორიას, ვხედავთ სიყვარულს, ვხედავთ მსხვერპლს, ვხედავთ ერთგულებას. და ჩვენ ვიკითხავთ თავს, რას ვისწავლით ჩვენ ამ ისტორიისგან? რას გვასწავლის ნინო ჭავჭავაძის ცხოვრება? და პასუხი არის მარტივი, ის გვასწავლის, რომ სიყვარული არის არჩევანი, რომ ერთგულება არის არჩევანი, რომ ცხოვრება არის არჩევანი. და ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ არჩევანს, თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვუყვართ, როგორ ვრჩებით ერთგულნი იმის მიმართ, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ნინო ჭავჭავაძემ გააკეთა თავისი არჩევანი, რომელიც იყო ძნელი, რომელიც იყო მტკივნეული, მაგრამ რომელიც იყო მისი არჩევანი. და ის იცხოვრა ამ არჩევანით ბოლომდე, იცხოვრა ღირსეულად, სიმშვიდით, რწმენით. და ეს არის ის, რაც აქცევს მის ისტორიას ისეთ ძლიერს, ისეთ მნიშვნელოვანს, ისეთ უკვდავს. რადგან ნინოს ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია სიყვარულზე, ეს არის ისტორია არჩევანზე, ისტორია იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, როდესაც ჩვენ ვკარგავთ იმას, რაც არის ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის. მეგობრებო, რას ფიქრობთ თქვენ ნინო ჭავჭავაძის შესახებ? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ საზოგადოების, რომელიც აიძულებდა ქალებს, რომ ყოფილიყვნენ ერთგულნი თავიანთი ქმრების მიმართ სიკვდილის შემდეგაც კი, თუ იყო ის გმირი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, ახსოვთ თუ არა ის თქვენს ქალაქში, რას ფიქრობთ თქვენ მის არჩევანზე, რას გვასწავლის მისი ისტორია დღეს, 200 წელზე მეტი ხნის შემდეგ. დააჭირეთ ლაიქს, თუ თქვენ გჯერათ, რომ ნინოს ისტორია არის ისტორია ნამდვილი სიყვარულის შესახებ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს ისტორია თავიანთი სიყვარულით, თავიანთი ერთგულებით, თავიანთი მსხვერპლით.